მოვედი ახლა სახში მეგობრებო, ბავშვები გადმოვიყვანე მანქანიდან და დავაძინე და ახლა მე მოგიყვებით ვითარებას, თუ რა ხდება. ჩავსած შუქი. ესე იგი ვითარება არის ეს შემდეგი. როგორც აღმოჩნდა ამ საკითხში როგორც აღმოჩნდა ამ საკითხში აუცილებელი არის ჩაერთოს ადვოკატი. და რატომ ახლა გეტყვით? თუ ვინმე ადვოკატი ხართ გარეთ, აი სამყაროს ვისაუბრები ახლა ქართველების საზოგადოებას, თუ ვინმე ადვოკატი ხართ, დამიკავშირდით ამ საკითხზე, აუცილებლად ჩაერთვებით ამ საკითხში და დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში მე იმ ადამიანებს, რომლებიც განვაცხადე ახლა ჩემს ლაივში, ჩემს წინა ლაივში, აი გუშინდელში უკვე დღეს უკვე დაიწყო მეორე დღე, პირველის ნახევარია, რომ მათ აქვთ 1 კვირა იმის ვადა, რომ მოვიდნენ და მოიბოდიშონ, იმის გამო, რომ არ გართულდეს ეს ვითარება ჩვენი მხრიდან, მათ აქვთ ეს 1 კვირა, მე მივცემ ამ ადამიანებს ამ 1 კვირას, რომელიც ვთქვათ გამოვყავი მათ საკეთილდღეოდ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია, რომ თუ ეს საკითხი არ მოხდა, მე მომიხდეს ადვოკატის ჩართვა ამ საკითხებში. ხა რაც შეეხება იმ მუხლებს, თავებით და მუხლებით არ ვიცი რა საკითხებს ეხება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები, ანუ რომლებმაც ჩვენ დაგვაზარალეს და პრინციპში დაზარალებულები ვართ დღემდე, შესაძლებელია, რომ სხვადასხვა მუხლით დაჯარიმდნენ. მაგალითად, მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ის მუხლები, რომლებშიც შეიძლება, რომ დაჯარიმდნენ ეს ადამიანები, თუ კი ისინი არ გადადგავენ იმნაბის და არ მოიხდიან ბოდის ამ 1 კვირის განმავლობაში ჩემთან მოსულები. რა თქმა უნდა, რადგან ამპარტავნება და ჯინიანობა საქართველოში ძალიან გავრცელებული სინდრომია, არ ველოდები იმას, რომ ისინი მოვლენ ამ 1 კვირაში და მოიხდიან ბოდის, მასზე იქნება ის წყევლა გადასული, რომელიც წყევლაც მე გამოვთქვი და პოლიციელის არ იყოს წყევლა მაწყევარისაო, ასეც არ არის მთლად. წყევლა მაწყევარისაა მაშინ მეგობრებო, როდესაც მაწყევარმა წყევლა არასწორად ან არასამართლიანად გამოთქვა. როდესაც მაწყევარმა წყევლა სწორად და სამართლიანად გამოთქვა, წყევლა ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელზეც გამოითქვა ეს წყევლა. ეხლა რაც შეეხება იმ ხალხზე, ვინც ამ საქმეში არის ჩართული და ვინც ამ საქმეს აფარებს ხელს ან არ აფარებს ხელს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვინც ამ საკითხში ამ ადამიანებს შეუწყობს ხელს იმისათვის, რომ არ დაჯარიმდნენ ან არ დაზარალდნენ არის, არ მოიკითხოთ სასჯელი, წყევლა მათზეც გადადის. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, როგორც პოლიცია ახსენებს, ექსპერტიზა არ იყო საჭირო და ადვოკატებო, ეხლა მე თქვენ გთხოვთ, რომ ჩაერთოთ ამ საკითხში. ახლა რასაც ვილაპარაკებ, შეეფერება თუ არა სიმართლეს ის, რაც პოლიციამ თქვა. და თუ არ შეეფერება სიმართლეს, ეს საკითხი ცალკე განიხილება და დამიწერეთ კომენტარებში. ვინაიდან და რადგანაც პოლიცია ამტკიცებს იმას, რომ არ იყო ექსპერტიზა საჭირო და ის, რომ მოვიდა სასწრაფო და სასწრაფოს პიროვნებამ, რომელმაც ჩვენ შეგვამოწვა, მე და ჩემი მეუღლე თავისი ჩაქცევებით და დაზიანებებით, ეს უკვე ითვლებოდა როგორც ექსპერტიზა და ამის საჭიროებას აღარ წარმოადგენდა ექსპერტიზა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახალხო ადვოკატმა სულ სხვა რამე მითხრა. ახლა მინდა რომ მესამე პირ ადვოკატებს გთხოვოთ, რომ დამიწეროთ ამაზე კომენტარები, თუ კი თქვენ იცნობთ ამ საკითხს, შეეფერება თუ არა ეს სიმართლეს, რას პოლიციამ მე განვიცხადა. იმისა მიუხედავად, რომ ეს ადამიანები, რომლებიც 5 ივლისს პოლიციას ადგილზე ყავდა და მათი თქმით, ეს ადამიანები იყვნენ ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ,
ამას რა თქმა უნდა თავისთავად დაამტკიცდება ექსპერტიზა მერეც კი დაამტკიცებს თუ საჭირო გახდა თმის ღერიდან ამოღებულ ნაწილს იმედია ყველა თავს არ გადაიპარსავს და თავგადაფარსული არ მოვა ამ 4 კაციდან და თუ კი ამ 4 კაციდან 4-ვე თავგადაფარსული მოვა საჭირო ადგილზე ესე იგი უკვე ფაქტის სახეზე იქნება რომ ეს ადამიანები იყვნენ ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე ადვოკატებო მე თქვენგან მინდა ავიღო რჩევები. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ რომ მიუხედავად იმისა რომ პოლიცია ვალდებული იყო ისინის გადაეგზავნა ექსპერტიზაზე არ გაუკეთებია მას ეს არც სასწრაფოს შეუმოწმებია ის ხალხი რომელიც ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ჩვენი კარის წინ იდგა და ჩვენ გვცემდა ჩვენზე ადებს ხელს რომ ჩვენ ვცემეთ ისინი მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო ვითარება არის იქიდან გამომდინარე რომ არ ვიცი რის ნიადაგზე და რატომ პოლიცია ამ ადამიანებს ხელს უსვავს თავზე მიუხედავად იმისა რომ პოლიცია ვითომ და ჩვენს მხარეს არის საქმეში და ვითარებებში ირკვევა რომ პოლიცია აშკარად ამ ადამიანებს ხელს აფარებს. რითი და რატომ? ეხლავე გეტყვით. პირველ რიგში ის, რომ პოლიციას ყავდა ადგილზე მოყვანილი ის ხალხი და არ გადააგზავნა ექსპერტიზაზე და არ აიყვანა, როგორც ესე იგი ნარკოდამოკიდებული, ანუ ნარკოტიკის მოხმარება დღესდღეობით წესით ისჯება და იმ წუთშივე აქვს უფლება პოლიციას რომ დააკავოს ადამიანი. მეორე ის, რომ როდესაც საკითხი არის შენს წინ ზის დაზარალებული და თიც ადებს რომ აი ამ ადამიანმა მე მცემა, მაშინ იმ წუთშივე დაკავებული უნდა იქნას ის პიროვნება, რომელიც პოლიციაში არის გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვიდეო მასალა, არსებობს ესე იგი თვითმხილველები და საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ამბობს, რომ ვითომ ყველაფერი რიგზია და ვითომ დაზარალებულები რა თქმა უნდა ჩვენ ვართ და ვითომ, ხო? რომ ვითომ პოლიციას ცნობს ამას, საქმე იმაშია, რომ შესაძლებელია ეს საკითხი ისე შემოტრიალეს, რომ ყველანაირი თავდაცვით მათ ჩაეთვალოთ ის, რომ ჩვენ ვცემეთ ისინი, ხვდებით? ანუ იცით რატომ? ჩემი ბოზი მეზობლების გამო, რომ ისინი ხელს მადებენ მე რომ მესამე კაცი ვცემე. სამი კაცი ვცემე, გესმით რა ჯიგარი ვარ? და ქალი რომელიც ამბობს რომ ის იყო ფეხმძიმედ და ვითომ და თმებში მოვქაჩე მე, მიუხედავად ამისა, ნარკოდამოკიდებულები ზეგავლენის ქვეშ იყო და მე ყველანაირი უფლება მაქვს, რომ ისინი ვუჩივლო ამ ადამიანს იმაზე, რომ თუ კი ნაყოფი მუცელშია და ის მაინც ნარკოტიკს იღებს, აქედან გამომდინარე ის ნაყოფს აზიანებს და თავისთავად ეს ადამიანი დაისჯება. მაგრამ თუ კი მათ არ ექნებათ თმები თავზე, ამ შემთხვევაში არ ვიცი რა უნდა ვქნა. თუ კი ამ 4-ვეს თმები თავზე არ ექნება. ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ვითარებაა. ადვოკატებო თქვენთვისაც ძალიან საინტერესო ვითარებაა, იმიტომ რომ ნაცემია უცხოელი, ჩემი მეუღლე არის არაქართველი, არის უცხოელი, გერმანელი. აქედან შეიძლება ძალიან დიდი თანხები ამოიღოთ და ძალიანაც კარგად გადაგიხადოთ თანხები, აქედან ამოღებული თანხებიდან. მეორე ის, რომ დაარტყეს სამი შვილის დედას, რომელიც უფლებაც არც ერთ ადამიანს არ ჰქონდა, არსებობს თვითმხილველები, როგორც ჩვენი სოფლიდან, ესე იგი ბავშვებიანად დაწყებული, ზრდასრულებიანად დამთავრებული, სულ ცოტა 1
2, 3, 4, 5 კაცი და იქითა ბანდა, რომელიც მემადებს ხელს, რომ ვითომ მე ვცემდი 3 კაცს, აქედან არსებობენ, ესე იგი, 3 გოგო და რამდენ თავიანი ოჯახი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებზე წყევლა არის გადასული, თუ კი ისინი არასწორ ჩვენებას მისცემენ და წყევლა იქნება მაგათ შვილებზე და შვილიშვილებზე და მათ სანათესაოზე და იმათ სანათესაოზე გადასული. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ადვოკატი უნდა დაინტერესდეს წესით ამ საკითხით, მარტო იმით, რომ დღეს პოლიციელი მეკითხება, რომ შევიტანე თუ არა საჩივარი გამგეობაში იმ ფესტივალთან დაკავშირებით, რომლის დროც მე ჯერ არ მქონდა, რომ ფესტივალთან დაკავშირებით საჩივარი შემეტარა, თუმცა საჩივარი მზად არის და დაწერილია, ამას გავაკეთებ მე შემდეგ კვირას. ამ ფესტივალთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ჩვეულებრივად არ ვიცი რა შეგვიძლია, ჩვეულებრივად განვუცხადოთ პროტესტი, რომ აქ აღარ ჩატარდეს, მეორე ის, რომ მოსახლეობა შეაწუხა, მესამე ის, რომ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი სოფელში და საინტერესო საკითხი ის არის, რომ ადვოკატები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ამ საკითხით, ძალიან ბევრ საკითხს შეეხებიან და მათზე იქნება ძალიან ბევრი გამოცდილება დაგროვილი. ხო? ძალიან ბევრ გამოცდილებას დააგროვებენ. ასე რომ სურველი ადვოკატები შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ვისაც სურს, რომ ეს საქმე აიღოს და სათანადოდაც მიიღებს თანხას, იმიტომ რომ აქ ხელის დარტყმაზეა და დაზიანებებზეა საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ არა ქართველზე, არა ქალზე და ასევე უცხოელზე არის საუბარი, უცხოელის დაზიანებაზე არის საუბარი და ჯგუფურ თავდასხმაზეა საუბარი, მძიმე სახის ჯგუფურ თავდასხმაზე. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს ინტერესი აქვს, შეგიძლიათ დაგვიდგეთ მხარში. თუ ვინმეს არ აქვს ინტერესი, შეგიძლიათ უბრალოდ გადაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, გადაუზიაროთ იმ ადვოკატებს, ვისაც იცნობთ, იქნებ ვინმე დაინტერესდეს და დამიკავშირდეს. თუ ეს საკითხი ასე ერთ კვირაში არ ჩაივლის, ადვოკატების აგერ მეზობლების მყავს, ადვოკატების პოვნას არაფერი არ უნდა და შემიძლია მე თავად მოვიძიო ადვოკატი, რომელსაც ამ საქმის კურსში ჩავაყენებ. უბრალოდ რახან Facebook გვერდით შემიძლია განცხადების ხმამაღლა განცხადება, ვაცხადებ, რადგან იქნებ დაინტერესებული პირი და მისთვის სასიკეთოდ, ასევე ჩვენთვის სასიკეთოდ მოხდეს ამ საკითხის განხილვა და ამ საქმის მასზე გადაბარება. მოკლედ, ადვოკატებო, ეს ვიდეო თქვენთვის იყო და გელოდებით დამიკავშირდით პირადში. მომწერეთ მესენჯერში. ახლა თქვენი კითხვები თუ გაქვთ, თქვენ დამიშვით და პირველი საათი სანამ გახდება, ვისაუბრებ და შემდეგ უკვე გავთიშავ, იმიტომ რომ ხვალ ისევ საქმეები მაქვს საკეთებელი მეგობრებო. უps, აი, შუქით ჩაქვრა. ხო, აი ესეთი ამბავია მეგობრებო. არა, ყველა შემთხვევაში დაზარალებულები ჩვენ ვართ, მაგრამ არსებობს საქართველოში ისეთი შემთხვევები, რომ დაზარალებული შეიძლება პირიქით არადაზარალებულად გამოვიდეს. აქედან გამომდინარე, მე ჩემი თავდაცვის მიზნით შემიძლია, რომ ჩვეულებრივად ჩავრთო ამ საკითხში ადვოკატი. სინათლე რატო წავიდა, ეხლა არ ვიცი. მოკლედ გადაუზიარეთ მეგობრებს და თქვენს მეზობლებს. ჩემო მეზობლებო, გადაუზიარეთ თქვენ საყვარელ მეზობლებს, რომლებიც ხელსადებენ თავის მეზობელს იმაში, რომ უსამართლოდ ვითომ ვურტყავდი 3 კაცს თურმე, რომელსაც დაზიანება არ გააჩნია. გესმით? ეს რას მოვესწარი ცხოვრებაში 3 კაცი გავლახე, ხალხო. ისეთი მაგარი არ მეგონა თავი, მაგრამ ვარ თურმე მაგარი.
3 კაცი და 1 ქალი მოვიგერიე ვცემე ანა ბაჯი ვარ ანა ბაჯი მოკლედ მეგობრებო ეს საკითხი აუცილებლად დამთავრდება სამართალით აუცილებლად იმიტომ რომ ღმერთი სამართალი არანაირ ადვოკატს და არანაირ სისტემას არ ჩამოუვარდება, ანუ ღმერთი სამართალი რომ იზეიმს აქ ამაში დარწმუნებული ვარ და მეორე ის რომ ვისაც სხვისთვის ცუდის გაკეთება უნდა და იმას მიუტრიალება ზუსტად ის და მოუვა ის რაც სხვისთვის ცუდი უნდა და კითხვები ხომ არ გაქვთ? ერთი კვირა კიდე დრო გვაქვს მეგობრებო, ამ ერთი კვირის განმავლობაში მე საჩივარ შევიტან გამგეობაში, პროკურატურაში რატო ეხლა იცით, რომ ფესტივალი ჩატარდა ისეთ ადგილზე, სადაც გამგეობას არ ქონდა უფლება, რომ ჩაეტარებინა, იმიტომ რომ აქ არის მოსახლეობა, აქ არის ინფრასტრუქტურა ისე განწყობილი, რომ არანაირად არ ამართლებს იმ ვითარებას, რომ აქ მრავალმა ხალხმა მოიყაროს თავი. როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ტერიტორიულად, მეგობრებო, ეს ადგილი, სადაც ჩატარდა ფესტივალი, არ უწყობს ხელს, რომ 1000-ობით და 3000-ობით ადამიანმა შეიყაროს თავი. აქედან გამომდინარე, აქედანაც შეგიძლიათ ძალიან საინტერესო ამბები მოიგოთ. და მოგებულად ჩაითვლება თქვენი საქმე. მე ახლა ვესაუბრები იმ ადვოკატებს, რომლებსაც აინტერესებთ და ინტერესი აქვს თავისი კარიერის განვითარების მიზნით მოგებულად კონდეთ საქმე ჩათვლილი. როგორც პოლიცია ამბობს, ამ ხალხის უკან არავინ არ დგას, მაგრამ საკითხავია დგას თუ არ დგას, ეს გამოჩნდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 5 ჯერ ვკითხე, რომ რატომ არ აიყვანეთ და რატომ არ მოიყვანეთ ექსპერტიზა, ამაზე პასუხი არ ვიცი რა იყო, ნორმალური არაფერი. ვერ გავიგე, პასუხი არ მაქვს. პასუხი არ უთქვათ. პასუხი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში ამას არ აქვს მნიშვნელობა ისინი იყვნენ თუ არ იყვნენ ნარკოტიკის დამოკიდებულების ქვეშ. ეხლა იმ პოლიციისთვის შეიძლება არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სასამართლოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს და აქედან გამომდინარე, მე რადგან ადვოკატი არ ვარ თუ, ვინცაც შევი დიდი სურვილი იყო, გამომძიებელი გამხდარიყავი, აქაც როგორც ჩანს, ისევ და ისევ მომიწევს გამოძიების ჩატარება. მოკლედ არ გაქვთ კითხვები, ეხლა დაგემშვიდობებით, გისურვებთ ძალიან ბედნიერ და ტკბილ ძილს. გადაეცით მეგობრებო, თუ კი ვინმეს ადვოკატს იცნობთ, რომ ეს საკითხი ძალიან კარგად დაუბრუნდება მას უკან. თუ კი აიღებს და მოკიდებს ამ საკითხს ხელს. თუ არა და მე მოვძებნი სხვა ადვოკატს იქნებ და თქვენ ამ Facebook გვერდის საშუალებით, ჩემი მიმდევრებიდან ინტერესი გქონდეთ ვინმეს ადვოკატს ამ საკითხში ჩარევის. უпроსტად ამ საქმის აღების. თქვენ და ადვოკატი არ დამეკონტაქტა, ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ადვოკატი არ იყო, მე იძულებული ვიქნები ერთ კვირაში, თუ ისინი არ მოვიდნენ და ბოდიში არ მოიხადეს, ადვოკატი ავიყვანო. თუმცა არის ეს შემთხვევა, რომ ადამიანები შეიძლება მოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ კიდევაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პროჭები აღმოჩნდნენ უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ არც უკაცრავად არ არის აქ აუცილებელი პროჭური სიტყვებიდან გამოვიდეთ მდგომარეობიდან, არამედ აუცილებელი არის ის, რომ ეს ვითარება გავიაზროთ, რა ხდება. ყველა შემთხვევაში ალბათ ადვოკატს ავიყვან, იმიტომ რომ ასე არის საჭირო. ის კიდე რომ მოვიდნენ ისინი და მომიხადონ ბოდიში, ეს უკვე მაგათი საქმეა, რომ ეს წყევლა არ გადავიდეს მათზე და მათ შვილებზე და
მათ შვილიშვილებზე 7 თაობით და იმის იქით 7 თაობით და თუ კი ისინი მოვლენ და მოიხდიან ბოდის, მოიხსნებათ ეს წყევლა. ხოლო ადვოკატი ამ საქმეს მაინც მიხედავს, მეგობრებო, ყველა შემთხვევაში ადვოკატი დამჭირდება მე ამ საქმისთვის. ასევე შეიძლება აქედან ძალიან კარგი კარიერის შექმნა. ხო, რამდენჯერ უნდა თქვა, უკვე გამიმეორე 5000 ჯერ, მაგრამ კიდევ გამიმეორებ, ადვოკატი, რომელიც ამ საქმეს მოკიდებს ხელს, ჩემს დასაცავად და ჩემი მეუღლის დასაცავად, რომელიც არის გერმანელი, ძალიან კარგად წაუვა მას საქმე. იცოდეთ. ეხლა კი დაგემშვიდობებით, მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. ამასობაში მე ჩემს მეგობრები სამეგობრო წრეშიც გავიკითხავ, თუ ვინმე იცნობს კარგ ადვოკატს, თუ ვინმე იცნობს ადვოკატს, რომელიც კომპეტენტურია, რომელიც ამ საკითხს მოკიდებს, ყველა შემთხვევაში მოიგებს ეს ადვოკატი საქმეს და ყველა შემთხვევაში აი, როგორ გითხრათ, ახლა ძალიან მოგებული დარჩება ამ საკითხიდან, იმიტომ რომ ძალიან კარგად დგას კარტები ჩვენთვის, სოფლისთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ასე შემდეგ. და ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში არიან გარეულნი, ძალიან ცუდად ჩანს მათ, იმიტომ რომ არიან კრიმინალები, ყოფილი ნაციხრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი კიდე ვინები. ასე რომ გელოდებით ადვოკატებო. სინათლე ჩაქვრა, თორე სხვანაირად აქ მე დამინახავდით ეკრანში.